სასტუმრო შერატონ მეტეხი პალაცში დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სუამის ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს გარდა აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდული ფორუმის მთავარი მიზანი სუამის ქვეყნების ახალგაზრდული პლატფორმის გაძლიერება და განვითარება. დღეს იხსნება სუამის ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, სადაც მოწვეული არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნების და სტუმრები და ეხება ახალგაზრდულ პროექტებს. მნიშვნელოვანი არის ეს იმ მიმართულებით, რომ მასში არის ჩართული ახალგაზრდული თემა და ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტების და იდეების განხორციელებას გვეგმავთ ამ ფორმატში. წელს საქართველოს თავმჯდომარეობს სუამის ორგანიზაციაში და საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა არის მეტად საინტერესო, დატვირთული სხვადასხვა პროექტები და პროგრამები თანამშრომლობის. ეხლა ხარ შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და დღევანდელი ჩვენი ღონისძიება არის ამ პროგრამის, საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამის შემადგენელი ნაწილი.